დავბრუნდით ეთერში 13 სექტემბერს დაანონსებული ამსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირამდე ეს არის უვიზოს გადასარჩენად მარში, რომელიც 8 პარტიამ დაანონსა საპროტესტო კალენდარი ეგრეთ წოდებული უკვე არსებობს 4 ოქტომბრამდე ყველა თარიღს თავისი გამორჩეული გულშემატკივარი ყავს, თუმცა არის ხალხი, ვინც ყველა საპროტესტო აქციაში აპირებს მონაწილეობას. მანამდე პირველი არის 13 სექტემბერი და პროფესორ მასწავლებლებმა ერთად გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი უერთდებიან ამ აქციას. ჩვენი სტუმარი არის დავით ლაგვილავა, კოალიცია ცვლილებებისათვის წევრი, პარტია ახალის პოლიტსაბჭოს წევრი, ასევე ილიაონის ლექტორი. მივესალმებით მას, ის არის, რა თქმა უნდა, პარტიულადაც და პროფესიულადაც ერთ-ერთი, ვინც მიიღებს მონაწილეობას 13 სექტემბრის აქციაში, თუმცა არა მხოლოდ, ხო, ბატონო დავით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით ვისაუბროთ ამ პროტესტზე, რომელიც პრინციპში ყოველგვარი დასთქმების გარეშეც მიმდინარეობს მუდმივად ყოველ საღამოს თბილისის ქუჩებში. დღესაც იყო საკმაოდ მწვავე დაპირისპირება და პროტესტი, მაგრამ არის თარიღები, როდესაც უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, რომ რაღაცნაირად ერთობა და ძალა აჩვენოს. მოდით ჯერ 13 სექტემბერზე ვილაპარაკოთ, თქვენი უერთდებით ამ აქციას, ხო? ბუნებრივია. რა იდეას დებთ თქვენ ამ აქციაში? ხო, პირველ რიგში დღევანდელ შეხლა შემოხმას მინდა შევეხმიან, მე ახლა ჩვენი პარტიის ოფისში ვიმყოფებით, ჩვენ პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმზე ვართ გადასული ამ პერიოდში, ბუნებრივია ჩვენი პარტიის წევრები, წარმომადგენლები აქტიურად უერთდებიან რუსთაველის გამზირის, ვთქვათ, პროტესტანტებს და აქციის მონაწილეებს და პრაქტიკულად ჩვენ ყოველდღე აქტიურად მონაწილეობთ ამ მსვლელობებში, ზოგადად აქციებში და დღესაც მედიჩურის გამზირზე, როგორც ნახეთ, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რბილად რომ ვთქვათ, რუსულმა რეჟიმმა დაახვედრა გულწრფელ პატრიოტ ჩვენს ახალგაზრდებს და პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების მშობლებს თავისი ტიტუშკები და მოხდა ის, რაც მოხდა, ამაზე აღარ გავმახვილებ ყურადღებას. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს დღევანდელი რუსული რეჟიმი ყველა მეთოდით ცდილობს ჩაახსოვს ამ შემთხვევაში პროტესტის ხმა და ყველა საშუალებით ცდილობს, ბინძური საშუალებებით ცდილობს, რომ მაქსიმალურად ჩაახშოს თავისუფალი ხმა, ჩაახშოს დემოკრატია საქართველოში და მაქსიმალურად შეეცადოს, რომ ევროპულ გზაზე მიმავალი საქართველო დააბრუნოს, ვთქვათ, ისევ რუსულ რელსებზე. სწორედ დაიცავი სავიზო რეჟიმი, სწორედ ამას ემსახურება, ნებისმიერი მსგავსი ტიპის აქცია ემსახურება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხებას, ვინაიდან სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ მომავალთან, დემოკრატიასთან, სიტყვის თავისუფლებასთან და შესაბამისად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს წარმატება, საქართველოს ევროკავშირში უვიზო სიარული ეს მის ინტერესებს ეწინააღმდეგება. 2013 წელი იყო, თქვენ გემახსოვრებათ, დაწუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი გვეუბნებოდა საზოგადოებას, რომ როგორც კი საზღვრები გაიხსნებ, საზღვრების გახსნამო ხალხი გააუბედურაო და ეხლა ასეთი ადამიანისგან მე ცოტა წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ მე 2013-ში კი არა, 2011-ში ვიცოდი, ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს იყო რუსული პროექტი და მოდიოდა საქართველოში სწორედ ევროპული გზის, ასე ვთქვათ, რელსების შესასრულებლად და დასაბრუნებლად რუსულ რელსებზე. მაგრამ 2013-ში 2014-ში ასეთ განცხადებას ვაკეთებ, 2014-ში გადაიდგა შესაბამისი ანტიქართული ნაბიჯები და ეხლა დღეს უკვე როდესაც 28 ნოემბერს განაცხადა ღიად, რომ წყვეტენ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად და პრაქტიკულად
საქართველოს ისტორიული გზის შეცვლას აპირებს ეს არსებული რუსული რეჟიმი, ბუნებრივია ჩვენ ყველა ძალის ხმევას კანონით ჩარჩოებში დაშვებული, ყველა კონსტიტუციის პარაგრაფში დაშვებული ყველა ძალის ხმევას გამოვიყენებთ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად. დათო, აქციებთან დაკავშირებით არის ხოლმე ასთა სხვადასხვაობაცაც ვერ დავარქმევ პრინციპში, ანუ უფრო მეტი კითხვები არის მაგალითად 4-თან დაკავშირებით, როცა რაღაცნაირად დაანონსებულია, რომ ეს არის რაღაცა ბოლო ვადა, როცა რომ გამოვალთ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ იმ დღეს კონკრეტულად. თორე ისე სხვა აქციებთან დაკავშირებით არ არის ხოლმე კითხვები, იმიტომ რომ ზოგი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ უნდა ვიყოთ ქუჩაში, სულ აქციებში უნდა ვიყოთ, სანამ არ გავიმარჯვებთ და როდის დადგება ეს დღე, არავინ იცის, ხო? აი თქვენი აზრი როგორია ამ აი რაღაცა განრიგთან და დამოკიდებულებასთან დაკავშირებით? იცით რა, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი და ჩემი მეგობრები, ჩემი თანაპარტიელებიც იგივე აზრი არიან, ვინც 4 ოქტომბერს მიიღებს მონაწილეობას პროტესტში და იქნება რუსთაველზე. და შემდეგ ნახოთ, არსებული სიტუაცია გვიჩვენებს ეს რა მოხდება 4-ში, როგორი მოლოდინია, გამართლება თუ არა მოლოდინი, მაგრამ ღმადოა დარწმუნებული რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამას აორგანიზებს და ვინც ამაში მონაწილეობს, მათ შორის მეც და ჩემი მეგობრები, ჩემი თანამოაზრეებიც, სრულიად ვიქნებით კონსტიტუციის ჩარჩოებში ჩამჯდარი და არ დავარქვით არც კანონს და არც კონსტიტუციას. მაგრამ ასევე წერია კონსტიტუციაში, რომ როდესაც ხელისუფლება მიდის კონსტიტუციის წინააღმდეგ და ეხლა ფაქტობრივად ყველა რგოლი ჩვენი ხელისუფლებისა ანტიკონსტიტუციურია. ნებისმიერი ხელისუფლების ნებისმიერი რგოლი ამ შემთხვევაში უბრალოდ და შესაბამისად მათი მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ანტიკონსტიტუციურია. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა ყობახიძემ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ისინი აღარ აპირებენ ქვეყნის ევროკავშირში ესე ვთქვათ, მიმართულებით სიამოვნებას. ქვეყნის ევროკავშირისკენ რომ გაუყვალონ, რაც არის მათი ვალდებულება კონსტიტუციურად, რომ ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს არის წარმატებული მომავალი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის, მათ შორის ჩვენ ახლა განათლების სფეროს წარმომადგენლები ვიდექით დღეს ბრიფინგზე და დარწმუნებული ვარ, განათლების სფეროს წარმომადგენლებს და სხვებმაც ძალიან კარგად იციან, თუ რამხელა ზიანს აყენებს უვიზო რეჟიმი, არა მხოლოდ ტურისტული მიმართულებით და არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, მედიცინის მიმართულებით, არამედ განათლების მიმართულებითაც ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ლექტორებს, უნივერსიტეტებს და ბუნებრივია მსგავსი ნაბიჯები ვერ იქნება ჩვენგან მიღებული ჩვენს მიერ ხელისუფლების მიერ გადადგმული მსგავსი ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები ჩვენგან არ იქნება მიღებული, ვერ იქნება მიღებული და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს. მთავარი კითხვაა როგორ? მთავარი კითხვაა როგორ? კონსტიტუციაში ასევე წერია, ქალბატონო ნინო, რომ ხელისუფლების ძალა არის ხალხი, ხო? და ხალხშია დამოკიდებული, ხალხის სიმრავლეზეა დამოკიდებული, რამდენად დაიჯერებს ხალხი, რომ მათ ხელშია ცვლილება, ჩვენს ხელშია ცვლილება, ჩვენ თუ ვიქნებით ძალიან ბევრი, თუ ნაკლებად ბევრი ვიქნებით, შეიძლება ცოტა გაიწელოს დროში, მაგრამ მაინც მოგვარებადია ეს პრობლემა, ადრე თუ გვიან ეს რეჟიმი ჩამოიშლება, იმიტომ რომ ვერ ხედავთ უკვე აგონიაში არიან, რას კადრულობენ და რას აკეთებენ. და ეს არის ზუსტად ბოლო ჟამის გამოვლინებები ნებისმიერი ხელისუფლების და არც ქართული ოცნება გამონაკლისი. და ბუნებრივია ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ხალხი, რომელიც ძალიან ბევრი იქნება დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბერს ქუჩაში, ყველა ქალაქში, საქართველოს ყველა ქალაქში და სწორედ ხალხი გადაწყვეტობს, ხალხი აიღებს ძალაუფლებას ხელში. კონსტიტუციის ფარგლებში.
ანუ თქვენი ძალა მიუხედავად იმისა, რომ არ არის 4 ოქტომბრის ინიციატორებს შორის, იქნება 4 ოქტომბერს მაინც მანდატი. დიახ, არა მხოლოდ 4 ოქტომბერს, ჩვენი ძალა, ჩვენი პარტია, ყველა წევრი იქნება ნებისმიერ აქციაზე, რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასუსტებას და ჩამოშლას. ეს იქნება 13 სექტემბერი, ეს იქნება 27 სექტემბერი, თუ ეს იქნება 4 ოქტომბერი, თუ შეიძლება დაჭირდეს 5 ოქტომბერიც. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიდექით, დგავართ და ვიდგებით ხალხის გვერდით. ჩვენ ვართ პარტიული ორგანიზაცია, ბუნებრივია ჩვენ გვმართებს უფრო მეტი მობილიზება, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანამოაზრეებს მობილიზაციისკენ, მათ შორის 13 სექტემბერთან დაკავშირებით რაც დღეს გაკეთდა ბრიფინგის საშუალებით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას ყველა აქციაში, რომელიც ემსახურება რუსული რეჟიმის მოშორებას ჩვენი ქვეყნიდან, რომელიც მომავალი ღრმადვარ დარწმუნებული არის ევროპული მომავალი, წარმატებული მომავალი, სადაც ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა მივიან აუცილებლად უვიზოთ პირველ რიგში და ჩვენი ქვეყანა იქნება გაერთიანებული ყველაზე დიდ და ყველაზე უსაფრთხო გაერთიანებაში, რასაც ევროკავშირი ქვია. დედამიწის უფლი ჯერჯერობით ევროკავშირის უსაფრთხო, შვიდობიანი, განვითარებული და მდიდარი ასე ვთქვათ, ორგანიზაცია ჯერ არ შექმნილა. ბუნებრივია ჩვენი მომავალი ევროპაშია და ჩვენი საერთოდ ადგილიც ევროპაშია თავისთავად. და ბოლოს ბატონო დავით, რატომ დაიწყო ოცნებამ საუბარი იმაზე, რომ მისი ყოფილი წევრები ეხმარებიან რადიკალურ ჯგუფებს და რადიკალურ ოპოზიციას თქვენი აზრით რა ხდება? ვიცით რა, ცოტა ახლა ესეთი ვარაუდების გამოთქმა სიმართლე გითხრათ, არ იქნება კარგი სამსახური, მაგრამ მე ვფიქრობ, თუ ეს ასეა, როგორც ჩანს ეს ასეა, რომ შიგნითაც აქვთ მათ უკვე სერიოზული პრობლემები, პრაქტიკულად ქართული ოცნება თავისივე წევრებს ვერ ვიტყვი ფაქტიურად პრემიერ-მინისტრია საუბარი, უშუალების მინისტრზე და შინაგანსაკუთრებათა მინისტრზე, რომელზეც უკვე იძახიან, რომ გავყარეთ და გავაგდეთ პარტიიდან. შიგნით აქვთ მათ პრობლემები და მე მხოლოდ მივესალმები და არ გამორიცხავ, რომ მათ ჰქონდეთ ეს აზრი, რომ თვით გადაჩენის ინსტინქტი ჩაერთოთ და დადგნენ სწორ და მართა მხარეს, ხალხის მხარეს. რა თუ ხალხის მხარეს დადგებიან, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება მათი ამ ბოლო 12 წლის განმავლობაში თუ 13 წლის განმავლობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს ამ ბოლო 13 წლის განმავლობაში. რა თუ ისინი რაიმე ფორმით დაეხმარებიან ერთობლივად თუ ცალ-ცალკე მიმდინარე პროტესტს, მათ შორის 4 ოქტომბერს უკაცრავად ხელისუფლების დასამასხელებლად, ჩამოსაშორებლად, მშვიდობიანი გზით, მე ამას მხოლოდ მივესალმები და მათაც შეუქებ ამ საქსიდეს. რა საინტერესო ამბავი გამოიკვეთა. მოკლედ რა საინტერესო თემა შემოვიდა, თუმცა არ ვიცი, შეიძლება რაღაცა სახელმწიფო გადატრიალების საქმე ახლა უფრო გააძლიეროს აი ამ კომპონენტით ქართულმა ოცნებამ და შეიძლება 4 ოქტომბრამდე დაიჭიროს თავისი ყოფილი წევრებიც და მიაყოლოს ოპოზიციაც. არ ფიქრობთ ამაზე? მე მგონია დღეს ქართულ ოცნებას მართავდნენ ისეთი ადამიანები, ვისაც აი ამ სამეულზე მეტი ავტორიტეტი აქვთ მათივე პარტიაში და ამ სამივე ადამიანზე უფრო მეტი ძალაუფლება, თუნდაც ისინი გადამდგარები არიან თუ გაგდებულები, როგორც თვითონ უწოდებენ. სულ არ გამორიცხავ, სიმართლე გითხრათ, რადგან მკითხეთ ჩემი აზრი, რომ მსგავსი რამ ხდებოდეს და თუ ეს მართლაც სიმართლეა, მე მხოლოდ მივესალმები მსგავს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, დაგემშვიდობებით, დავით ლაგვილავა იყო ჩემი თქვენი წარმატებები ჩვენთან მთელ საქართველოს. მადლობა, დავით ლაგვილავა იყო ჩვენი სტუმარი, დავემშვიდობები მას, გემშვიდობებით თქვენ, დღეს ამით დავასრულეთ მუშაობა, მომავალ შეხვედრას.